აღმაშენებელზე საბავშვო ფესტივალი პატარა ხელები გაიმართა ღონისძიებაზე ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო გამოფენილი, მათი გაყიდვიდან შესული თანხა კი მთლიანად სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება. ფესტივალს თბილისის მერი დაესწრო. ესეთი ღონისძიება ანალოგების გარეშეა, მას მსგავსი რამ არ მოიპოვება, როცა პატარები ეხმარებიან პატარებს, ჩვენი როგორ დიდების კვალია პირველ რიგში რომ პატარებთან ერთად რაც შეიძლება მეტნი გამოვიდეთ ამ ადგილზე, მეტი ნამუშევრები შევიძინოთ, რათა მეტი რესურსი იქნას მობილიზებული და უფრო მეტ პატარას დავეხმაროთ. ეს არის უპრეცედენტო სახის აქცია, რომელიც ჩვენი პატარების, ანუ ჩვენი აღსაზრდელების მიერ არის შექმნილი აღსაზრდებთან ერთად და ყველაზე მთავარი ის არის რომ აღნიშნული თანხა, რომელიც შემოვა გამოფენა გაყიდვიდან, ჩაირიცხება სოლიდარობის ფონდში. მე ვიჭირავს ხოლმე ელენე ჯიჯიაშვილი, სათავგადასავლო 11 წლის ავტორის წიგნი, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ასევე მთლიანად გადაირიცხება სიმსივნის დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ხელმოქმედება და სიკეთის კეთება ჩვენ პატარა ასაკიდან დავიწყოთ. ჩემი წიგნის ფული გადავა სოლიდარობის ფონდში სიმსივნის დაავადებულ პატარებთან და ეს წიგნი არის მეგობრობაზე და ჯადოქრობაზე.